როგორ ხართ? დილამშვიდობის, მოგიკითხავთ ყველას, როგორ განწყობაზე ხართ? ეს ჩემი სამღებრო ნახეთ. ნახეთ რა დღეში როგორ გაშვავდა. წმუნებული ვარ ძალიან ლამას კვერცხს შევღება ძალიან ლამას ფერში შეიგებება. ჩემი ვარდისფერი მაკიაჟი როგორ მოგწონთ აბა გოგოებო? მე ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია ვფიქრობ რა ვიცი. ცოტა უფრო მეტად წავისვი, ნახეთ, უფრო დიდი მონაკვეთზე ეს ვარდისფერი ისა რუმიანა. ეხლა ყავა დავლიოთ. მოვადუმოთ, გიასაც მოვუტუყოთ, ნახეთ გამომიდია. უნდა ეს მეყოფა. Მოთხი ჭიქისა ჩავყარე მგონი. დიდებია ეს ჭიქები და ჩავიყოს. ამიდა ის ამიშოთარა. მეტი აღარ ჩავა. ეს დიდი ჭიქაა ძალიან და ნახევარი საკმარისია. ხო, ესეთი ამბები. საჭმელი. დიდი ქვაბით და ცოტას ესე ვაცრევებ და გაიყინა. შვილმა სივარი უნდა გამოსვა. მაცივარი გია ყინავს და ძალიან არის აწეული. თუ ახდება. Heyterებს გადავუჭი გუშინ ცოცხალი ვარ გოგოებო. თქვენთანა ვარ. რა საშიშები ხართ? რა საშიშები? მეთოჩი. სარიან საშიშები. გბლოკავთ ყველას. ვინც საშიშები ხართ, ყველას გბლოკავთ. როგორ არაფერი დაწეროთ. ვიდანაც მოგმოვიდე ეს საჭმელი. თითო მოვალ გოგოებო. მოვიდი. ეს ტრიანად აქ გადმოვიტანი. კილოს. ამოდუდეს ახლა ჩემი ყავა და დავლიოთ. შოკოლადი არ მაქვს. დაანი მაქვს მგონი ერთი ცალი და ეგალის და ეგ. ბანანი. არაუშავს. ეს ხომა, ეს თავარია.
დავაი ბანანის გარეშე ყავას გემრიელად ვერსო. ეხლა მას გავადგავ ეს ვეჭამს ეჭმენა. გაყინული ეს მაცივარი არის გამოსართველი და ავი ალბათ აწეული მაქვს, რატო გაყინა ესე ძალიან არ ვიცი. შეიძლება იმ დღეს აუწიე ძალიან როცხელო და აღარც მახსოვს. მოდი სავუწიეთ. ხა გვინდა შაქარი და შაქარი ქიმარი. მიქითარი შაქარი. მოვედი. იქ რემონტისთვის რაღაცეებია გოგოებო. იქ და შემჩნიოთ. ჯერჯერობით იქნება ეგენი მაგათ. გჭირდება. ჩემი ყავა გაცივდა. კი შენ საჭმელი გაგიცივდება ახლა. დღეს მინდა დავიდე ჩვენ ბაზარზე აქ. კეტები უნდა უყიდო ნიკას და მიეცინო და მათ ეს აქ ერთი 3 წვილი ფეხსაცმელი და რახან იმას უნდა ამასაც უნდა მეც მინდა კეტები მეკიდეთო მწვანეო. მწვანე ფერის კეტები მინდა. მაგრამ და აქ რაღაცები მაგას. კეტები უნდა, კეტები არა აქ და იმიტომ. და კიდე ნიკას რომ უნდა იმასაც მაგიტო უნდა რა. ხო იცით. ერთმანეთს ბაძავენ ხოლმე. მე არ ბაძავდი ახლა მე გოგო ვიყავი და თქვენ არა გქონდა ეგ მომენტი, მაგრამ ბიჭები თან უმცროსი უფროს ბაძავს. ხშირად ეგრეა. ესე იგი კვირას მივდივართ ხო გია? მზეგ. შაბათს მართლა ძალიან ბევრი მანქანები იქნება მაგისტრალზე, გადაჭედილი იქნება. ცოტა რომ მოვიმატე, მეც მომწონს. სახეზე მეტყობა, ცოტა მოვიმატე გოგოებო და ახაც კი უკვე ისინი მქონდა. აი, ამეებშიც მეტყობოდა უკვე ძვლები აქ კი არა, მარტო აი აქ. და ეხა ძალიან მომწონს. რამდენიმე კი რომ მოვიმატე. ანუ იქიდან უგულისხმობ ძალიან გამხდარი რომ ვიყავი აი უკვე ძალიან შაშარი. იმის შემდეგ. რაც ჩამოვედი სახლში. მოსუხდი ცოტა. ბანანი რო ხდება ყავას. ისი არაფერი. ისი არაფერი არ ხდება, არც ერთი ხილი.
ფინიკი ვერ ვიყიდი. დღეს ფინიკსაც ვიყიდი. სუნილების ის რო არის მაღაზია, მანდ იქნება. გუშინ გავუბრაზდი და ერთ ქალს პასუხი დავუბრუნე. როგორ წესები და კანონები კი არა მთავარი. გულია მთავარი, გული. ეს ხალხი არიან საშიშები, მართლა. გულია მთავარი, ზუსტად წესებით არ გაასამართლეს და მოკლეს ისო, იგივეს ვაკეთებთ. იგივეს და რა თუნდა ჩვენი აღდგომა და კვერცხები. წითელი კვერცხები რა თუნდა მარტო. მთავარი გულია, გულებია მთავარი. სწორედ რომ კანონების გამო, კანონებით გაასამართლეს და უდანაშაულო ღმერთი მოკლეს ფაქტიურად. და გული მტკივა ხოლმე. ესეთ რაღაცებს რო ხედავ. ანუ იგივენაირად ვიქცევით სუსტად და რა ვიცი 2000 წელი გავიდა და არაფერი არ შეიცვალა. აბა გაცივდებოდა ჟანა? გაცივდა. არაფერი არ შეიცვალა. 2000 წელი გავიდა. შეგვიძლია გავასამართლოთ ადამიანს. იმის გამო რომ დაავიწყდა რომელ დღეს რა დღესასწაულია ეს არის ნამეტანი არ შეიძლება ესეთი რაღაცები იმიტომ კი არა რომ აი ნებისმიერ რაღაცაზე შეგვიძლია ვთქვათ ეს მარტო კონკრეტულად აი ამ შემთხვევაზე არა ნებისმიერ ადამიანები ვართ შეიძლება რაღაც და გავიწყდეს გამოგვიჩეს შეიძლება ვიცოდეთ გუშინ გავიგე რომ ხვალ არის აღდგომა მაგრამ დამავიწყდა ადამიან ზოგჯერ რო შეკითხო თავისი დაბადების დღის იმას ვერ გეტყვის. რაღაც მომენტში შეიძლება დაავიწყდეს. თავისი შვილის დაბადების დღე ვერ გითხრას, რომელი რიცხვშია, რამდენი წლისა ხდება, შეიძლება ეგეც ვერ გითხრას. ამის გულისთვის სხვა შეიძლება ადამიანი გაასამართლო არა და გულში გინდოდეს რომ მოკლა ამის გულისთვის. არა, რაღაცას ვლაპარაკობ. ხო არ შეიძლება ესე. რაღაცას ვლაპარაკობ შენ არც. ვერ მითხარი. მას ვლაპარაკობ და გუშინ ვიდეოში ვთქვი რომ კვერცხი როდის უნდა შევღებოთ მეთქი. თან რა არის იგია ეხლა ზოგმა მომწერა რომ ზოგმა ხუთშაბათ შეღება გუში. იქაც ალბათ იცვლება რაღაცეები ეკლესიაში არ ვიცი. ხუთშაბათს იღებება ეხლა ესე თქოს. არ ვიცი რა, ეგრე მომწერეს ხო? ისე მახსოვს რომ მომწერეს. ზოგი დღეს ღებავს საღამოს. და როდის უნდა შევღებოთ მეთქი კვერცხი და რა მნიშვნელობა აქვს მაგას? როდის შეხება? ხო და გადამიარეს და Google მაიცო როგორ არიციო სკოლის მოსწავლეებმა იციანო რა გამაღიზიანებელი ხარო და აი მის გულისთვის შეუძლიათ გია რომ მოგკლან რა აი გულში იმხელა ბოღმა უტრიალებთ კომენტარებიდანაც კი ჩანს ეგ რომ შეუძლიათ რომ ამის გულისთვის რა ვიცი მე რაღაცა ჩაკარტყან ეს ყველაფერი ჯანა არის სიმბოლიკა რა ანუ ნამდვილ ღმერთთან ურთიერთობასთან კი არ არის კავშირი. დაწუნებული ვარ არც იციან კვერცხი რატო უნდა შეღებო. სიმბოლიკაა ჟენ. რა ვიცი იციან და ნუ ბრაზდები. ეხლა მაგალითად
რა ვიძლევს გადავრჩი. პირველ საუკუნეში მილიონი კომენტარი დაუბრუნე. პირველ საუკუნეში ესეთი რაღაც საერთოდ არ იყო. იესოს მოწაფეებს არც ერთს არ მოვისა შეუღებია კვერცხი, არც მოციქულებს. და ვიზე ნაკლები ქრისტიანებად შეიძლება ჩართვალოს. მე ვითომ რაღაცა გაწითლდა და ხო და ეს ტრადიცია არის და არა სულის გადასარჩენი მოვლენა, ხდები? ტრადიცია უბრალოდ. ამაში არ ადევს რაღაც სასწაული თილის არ არის მთელი კვერცხი. ტრადიცია და ლოთობა არის კიდე წავლენ, კვერცხებს გააგორებენ, მერე იქეიფებენ, დაითვრებიან და აი ეგ არის რა. ეგ არის თორე მარტო კვერცხს რო ღებავდეს და იმ დაუშვათ ტრადიციით აკეთებდეს ზუსტად რა ტრადიციაც არის ხო ჩადებული. ზუსტად ესეთი ადამიანები არიან გია რომ აი შეუძლიათ რომ ისა დღე და ღამე იქისხდნენ და რავი იჭორაონ მერე და მთელი ამ ხო და ქრისტიანი ჟანა რითი განსხვავდება ფანატიკოსისგან იცი? ქრისტიანი ყველა მოვლენაში სიყვარულს ახედავს. ქრისტიანულ რიტუალებშიც რაღაც სიკეთეს ხედავს და ფანატიკოსი კიდე უბრალოდ ეგ რიტუალი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დანარჩენი ყველაფერი. კიდეც ქრისტიანობა. ზუსტად სახში შეიძლება უბობდეს, იგინებოდეს, მაგრამ წესები იცის. იმ წესებზე არის ორიენტირებული და არა თავად იმ არსზე, რის გამოც თუ რა ტარდება ეს წესი. ზუსტად. და ეს ფანატიკოსობა საფუძველი საიდან აქვს იცი და რა ტერმინით გამოიხატება. ამას სახარებაში ქრისტე ფარისევლობას ეძახდა. ანუ ძალიან ღვთისმოშიში ადამიანების შთაბეჭდილებას ქმნიდნენ საზოგადოებაში. მაგრამ სინამდვილეში ფარისევლობის სინონიმი. მაგათმა მოკლეს კი ამერი. ხო. თავარი გამოგჩათო. პიტნისა და კლიავის მეათედსაც კი სწირავთო, ესე იგი იმდენად კულტუროზულად ასრულებდნენ წესებს. და თავარი გამოგჩათო წყალობა და სიყვარულიო. ანუ წესებზე უფრო იყვნენ ორიენტირებულები ვიდრე სინამდვილეზე და ის სიყვარულზე და ახლა გადმოსცა ეს ყველაფერი ვერ ვახერხებ მიაღელვებული რო ვარ. ნუ გადაუვლით ხალხო ესეთ რაღაცაზე. ცოტა ჩავიდინე რო არ მახსოვდა. აი მიხარი ახლა. ცოტა ჩავიდინე არ მახსოვდა რაღაც მომენტში. დამავიწყდა. ხო, როდესაც მაგ საკითხზე ეგ არის ცოტა. აი არის ცოტა მართლა. ფსალმო მომღერალი დავითი რას წერს ფსალმოში იცი? უფალო წყალობა გსურს და არა მსხვერპლიო. თითქოს მე გამოვასწორებ ხა. ესე იგი 1000 ვაციც რო შემოგწიროსო ადამიანმა, მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი არისო წყალობა, ანუ სხვა ადამიანს რო პატიობს, სხვა ადამიანს რო ეხმარები. ეს უფრო ძვირფასია შენ თვალშიო ვიდრე მსხვერპლიო. ამიტომ ფანატიზმი და ქრისტიანობა უნდა განვაზოგადოთ და განვასხვაოთ. ქრისტიანი მოქმედებს სიყვარულით, შემეცნებით, ფანატიკოსი მოქმედებს კიდე კონკრეტული კანონების შესრულებით და დანარჩენი ყველაფრის უგულებელყოფით. ხო? შეიძლება ყველა რიტუალი ასრულოს, ყველაფერი აკეთოს, მაგრამ გულში, სინამდვილეში არ აქონდეს ნამდვილი ის ფესვი და ის აზროვნება, რასაც ღმერთი ადამიანისგან მოელის. აი გარის მთავარი. მოყვას ის ისტორია რომ მოყვა იესომ რომ ერთი კაცი რო დააყაჩაღეს გზაზე. დაასისხლიანეს, ცემეს, ყველაფერი წაართვეს. თავისი ამარო ჩაიარა, ეგ გველმა გამოიარა, ზედარ შეხედა. ლევიანელმა გამოიარა, გლების მსახურები ვინც იყვნენ, ზედარ შეხედა. და უცხოტომელი, რომელიც ისრაელიანები მტრობაში იყვნენ მათთან და არ ელაპარაკებოდნენ. იმან ისეთნა რა ქვია, წაიყვანა სასტუმროში, მოუვარა, აჭამა, უმკურნალა და ფულიც დაუტოვა, რომ კიდე რამოდენიმე დღე იქ ყოფილიყო. ეს კაი მაგალითია კიდე იმისა, რომ ოჯახებში ზოგჯერ შეიძლება, რა ვიცი, ძალიან ახლო ოჯახის წევრმა გაგწიროს. და სულ სხვა დაგეხმაროს. რომელია ეხლა და? ან
ეს რა ქვია ძმა რომელია ის თუ ის ვინც და დავასრულო ჯანა იესო მოყვას ის სიყვარულში რა იგულისხმარ რომ ვინც იმოქმედა ხო სიყვარულით ის უფრო ძვირფასი იყო ადამიანის თვალში თუ ღვდელი რომელსაც დასასმელი ცეცვა ღვდლისა გამოპრანჭული რო იყო ყველაფერი ტაძარშიც დადიოდა მოცები რო კიდეა რიტუალებსაც ასრულებდა ან მეორე ლევიანელი რომელიც ღვდლებს ეხმარებოდნენ თქვათ იქ დაკლაში ან ხორცის დაჭრაში მსხვერპლზე ატანაზე და ნუ წვრილ საქმეებში კი საფრთხო საქმეებს აკეთებდნენ ჟანა მაგრამ ის აჯობდაო იესო ამბობს ის უბრალო სამარიელი კაცი ვინც ნამდვილად ის გააკეთა რაც ღვთის თვალში დაიწვა გული გამოჩნდა ასე რომ კვერცხის შეღება და დანარჩენი რიტუალები და მათი თარიღები ჟანა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის როგორც თავად თვითონ мотиваცია და გული რა თქმა უნდა თავარი ეგ არის გული მოსწონს ღმერთს გული დავითი მეფეთ რატო აირჩია ასეთი გული არავის არ აქვს მთელ ისრაელში გარეგნობით კიდე ხალხმა აირჩია საული ყველაზე მაღალი იყო ყველაზე ლამაზი მაგრამ საული როგორი გამოროტებული მეფე გახდა და დავითი კიდე ძალიან ბოლომდე უბრალო და თუმცა დავითმაც ჩაიდინა ძალიან ბევრი რაღაცა ცუდი მაგრამ მოინანია მაინც გული მაინც გამოჩნდა მაგისი ბოლოსაც კი გია ხო ერთ სიტყვით თავარი ქრისტიანობაში არის ჩვენი გული და მოტივაცია და საულზე ციტირა რომ მოკვდა გახსოვს გია ხო როგორი გული ქონდა კი სულ ამწარი მტრებმა საული და თავისი შვილი ამწარებდა დასდებდა მოსაკავად შუბზე ისაკნეს ძელზე ჩამოკიდეს მათი გვამები და უკვე აზრი აღარ ჰქონდა ეს მოკვდა ხო მაგრამ ბრძოლით შეიჭრა და ეს გვამები ისაკნა გამოისაკნა გამოიტანა და მაინც მთელი ერთი თუ ორი თვე გლოვაში იყო მთელი ისრაელი და ნაცარს იყრიდნენ რო იტყვიან თავისი მტერი იყო სინამდვილეში ცხოვრებაში არასვენს არასვენებდა მოსაკლავად სუდასდებდა და ეცებდა როგორ აი ამიტომ უყვარდა ღმერთს მეფე დავითი ფსალმუნღერა დავითი და თავისი ფსალმუნები ფაქტიურად თავის გულის ტკივილზე და თავის ღვთისადმი სიყვარულზე არის დაფუძნებული. ეს რიტუალები მაშინ არის ლამაზი, კვერცხის შეღებაც მაშინ არის ლამაზი, პასკაც მაშინ. იმას რატო არ ამბობთ პასკას რო უკვე შუაში კრემებს უსმევენ და რას აღარ უკეთებენ? მაგაზე ამოიღეთ ხმა. ესე იგი გია, ეს პასკა კი აღარ არის, ტორტი გახდა. ტორტი. ადრე რა ვიცი, ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ ქიშმიშიც არ აქონდა ხოლმე, არ გახსოვს. მაგებს რა მნიშვნელობა აქვს? როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სიმბოლური და ბიზნესად გადააქციეს. როგორ არ აქვს მნიშვნელობა? ბიზნესად დიდი ხანია ბევრი რაღაცა. სიმბოლურია ეს, სიმბოლური, ტკბილი რაღაცა დამცხვარი. არა. მან დარც ქიშმიშია ზენა საქმე და არც კრემზე სინამდვილეში. პასკა არის იგივე პასექი. ხმიადები. ეს იყო საფუარისა და მინარევების არც მარილი არაფერი არ უნდა და ცარილა ხმიადი უნდა გამოგდეს. მარტო გააფუეს კი. ხო და არ ვიცი ეს იყო ქრისტეს უცოდველი სხეულის სიმბოლო არის. პასექი. ანუ შიგ არაფერი არ არის, როგორც უცოდველი ადამიანის სიმბოლო. არ ვიცით ჩვენ რატო გაფუვდა ეს პასკა, არ ვიცი, მე არ ვიცი. და საფუარი კიდე სახარებაში ცოდვასთან არის შედარებული. აი პატარა საფუარმა დიდი ცომი შეიძლება გააფუოს, ასე წერია და აი პატარა ცოდვამ შეიძლება ბევრი ცუდი რაღაცა ჩაგადენინოსო, ქრისტე ესეც სინონიმად მოყავს საფუარი რა. თავისთავად საფუარი კი არ არის იმავე, სინონიმია. ხო და ამ რიტუალებში ხო საერთოდ პასექი იქნება, კვერცხის შეღება იქნება წითლად, რაღაც დატვირთვა, ხო, შინაარსობრივი. ხო,
აი წითელი რო არის ეს ქრისტეს სიკვდილზე და იმაზე ხო რომ ისე ჯვარს რო აცვეს და სისხლი გამოვიდა რო იტყვიან შუბი რო შეარჩეს მის სიმბოლოა მისი სიკვდილის და თითქოს გაწიწდა ყველაფერი. აი ჩვენთვის ეს ფერია, ის საღებავის ფერია ჩვენთვის სიმბოლო. რო გაგახსენოს. ხო, თორე თვითონ ის კი არა, აი კვერცხი უნდა იყოს და ხო. ხო, ეხლა სხვადასხვა ფერად ხებავენ რა. რაღაც არის თითლები რა. უფრო მოდაში სხვა ფერები შემოვიდა. ან Facebook-ი ხო არის ეჭრერებული, ზოგ ყვავილი ახატია და ზოგ კიდე რა, ხო, ფერად. ხო, ნუ ეხლა ისე კარგია, თვალსაჩინოს. ეს ყველაფერი ეგრე რო ხდება. მე ვფიქრობ ჟანა, რომ იმიტომ რომ არა აქ ამას ძალიან ამის გულისთვის, რა ვიცი. არ უნდა გაასამართლო რა ადამიანი. ზუსტად როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, აკეთებს თუ არა სწორად. წერან მაგას ვამბობდი, ამ ყველაფერს ფასი მაშინ აქვს, როცა გიყვარს. როცა გიყვარს კი. ორნი როცულობდნენ ტაძარში ჟანა, ორნი. ერთი რო ებრაელი გლეხი იყო და მეორე ლევიანი. როგორ ალოცულობდა? ნუ ქართულ იმაში მეზვერეს ის არის ისტორია. მადლობა ღმერთო, რომ ყველაფერს ვაკეთებო, გემსახურებიო, მეათედი ყოველთვის მომაკვო ტაძარშიო. ამას არ აღგებარო. და აი ამისავით არ ვიქცევიო, ესე თითი რო გაიშვირა გვერდზე. და ამ ლოცვას გემსავით რო არ იქცევით, მაგრები ხარ. ამ ლოცვას ვინ აკვირდებოდა იცი? იესო იდგა ტაძარში, ისეთ ადგილას, რომ ის ვერ ახედავდა. ხო. ხო. და ის მეორე კიდე მუშტი ქონდა შეკრული და გულში ირწყავდა. მერთო მაპატიე მეცოდვინი. და იესო მერე თავის მოწაფეებს, რომლებიც გვერდზე იდგნენ იქ ტაძარში, უთხრა: აი ეს უფრო მართალი წავიდა ტაძრიდან ვიდრე მეორე. შეთეთრებული. თან ყველაფერს ასრულებდა, გაიგე რა შეასაქმე, რა მაგალითი რატომ მოიყვანა. ეს ხო? ხო, რიტუალებიც კარგად იცოდა, რიცხვებიც კარგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, რამდენი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აი ეს უფრო მართალი წავიდა, აი მაგით ვლაპარაკობ, აი შინაგანი мотивация და მდგომარეობა არის ფასეული და სახარებიდან ჩანს იესო როგორ აფასებდა ადამიანებს. ვიდრე გარეგნულად რომ ცდილობ რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთო. ეს არ გადაგარჩეს. მოციქული პავლე ამბობს რომ საქმეებით ვერ გადავრჩებითო, წყალობით ავართო ხსნილნიო. წესებით ვერ გადავრჩეთ. წესებით ვერა, მაშინ მოსეს კანონები სულ უნდა შეასრულოს ადამიანმა და არც ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას. რო ვერასრულებდნენ, იმიტომ გააუქმა ზუსტად. გატანჯულები იყვნენ ხალხი, ვერასრულებდნენ. იმიტომ რომ ხდება მაინც ყველაფერი. ცუდი ხდებოდა მაშინაც. კი. სწორად შეწირვა, მაგითო იყო საჭირო, რომ ადამიანის სიკვდილის ნაცვლად ცხოველი იკლებოდა. რომ სისხლი უნდა დააბრილი იყო ცოდის საფასურად. და რადგან ვერავინ ვერ ასრულებდა, ეს იყო ქრისტემდე ამღზრდელი საზოგადოების. ხედავდნენ, რომ ვერაფერს ვერ ხდებოდნენ და ცოდვების გამო სჭირდებოდათ საფასურის გადახდა. სიცოცხლე, ხოლო ცხოველის. და შემდეგ ქრისტემ გააუქმა ეს და პავლე მოციქული ამბობს, რომ წყალობით ავართ ხსნილი და არა საქმეებით. საქმეებით ვერავინ ვერ გადარჩება. ვერც რიცხვების წოდრით, ვერც 200 წელს შეღებავ თუ 2000 წელს, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თავარი გული იყოს სუფთა, ჟანა. გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვარს. და ეს რიტუალები უბრალოდ შეხსენებები არის სახარების ისტორიების, მეტი არაფერი. რომ გახსოვდებს მუდამ 2000 წლის წინ რა მოხდა. და ის მოვლენა დღესაც მოქმედებს შენს ცხოვრებას, ხო? იესოს. შენ მომავალს. აი ეს უნდა გახსოვდეს.
და არა ეს ყველაფერი ანუ მაგას უნდა გახსენებდეს. რანაირ სუფრას გაშლი ეხლა აღდგომოთ შემწვარი გოჭებით და ასე შემდეგ დახუნძრული. ბზაც მაგას უნდა გახსენებდეს, რომ მოიტანეს სახლში, ხატიც მაგას უნდა გახსენებდეს, ყველაფერი. მაგიტომ არის ეს სიმბოლიკა ქრისტიანობაში შემოტანილი, რომ მუდამ გახსენებდეს იმ მოვლენებს. და ჩვენ ის მოვლენები უნდა გვახსოვდეს და ვაფასებდეთ და არა ის უბრალოდ დღეს რომ ეს უნდა გავაკეთოთ, კვერცხი შევღებოთ, იქ უნდა ბზა ვიყიდოთ. სანთელი უნდა ავაკეთოთ. ან ეს ტოტები ვის რაში სჭირდება, ან კვერცხები. თავარი არსი უნდა გესმოდეს, რატომ რა გაგახსენდა და რა უნდა დააფასო. გაიგე ჟანა? ეგ არის. არ მოეწონება ზოგ შეილაპარაკი ახლა. არაფერი ახლა ესეთი არ მithქვია. მე მგონი ყველა მიხვდება, რასაც გულისხმობს. გაუსწოლი დაიცვა, ეტყვია. არა. შენ ინგაგებით არ გიცავ, მაგასაც ვეტყვი მაყურებელს, რომ შენ არ უნდა გქონდეს ესეთი რეაქცია. შენ მაგაში სტყვი ხარ. მოგწერეს. დამღალეს უკვე და იმიტომ რა, დამღალეს რა. ესე იგი, რამდენი კომენტარი დაუბლოკე, იცი გია, ლანძღვაზე გადადიან და რის გულისთვის რო გავიაზრე, ეს ისე გულს ამტკენს, გაიგე? რის გულისთვის, კაცო. აღდგომის ღერო შემეშალა, მაგიტომ და გადაგიარო? ეს აკეთებენ, ყველას ესე უკეთებენ და ეს არის უკვე ძალიან ისა რა კვერცხებზე ლაპარაკობ. საერთოდ რაც უფრო და რა იმაზე რა. რაც უფრო მიიღებ კრიტიკას, უფრო ადვილად გაჩვენდება ადამიანი. რაც უფრო ეწინააღმდეგები, უფრო სულ ვიღებ, ხო ვიღებ. სულ ვიღებ. მაგრამ რა ვიცი რა, ზოგჯერ შეიძლება შენი თავიც დაინახო, რომ რაღაც მომენტში გააგიზიანი, მაგრამ აი ამის გამო უკვე ძალიან ის იყო ეს ჩემთვის. საერთოდ ესეთი პრაქტიკაა ფსიქოლოგიაში ჟანა, რომ აი მაგალითად ვიღაცა გეუბნება, რომ სულელი ხარ რა. და შენ ახლა ეუბნები, რა მითხარი? ვინ არის სულელი და ხო, სულელი ხარ, ისე გეუბნება ის, ხო? წავიდა უკვე კონფლიქტი და ომი. მაგრამ აი მაგალითად გითხრეს, რომ სულელი ვარ, სულელი, ხო? სულელი ხარ და შენ უთხარი მაგალითად, რომ ისე მართლა ბევრ შეცდომებს უშვებს. და შეებრძოლო ეომო, ან უნდა უბრალოდ განმოხტო სიტუაცია. ხო, ვერ გამოასწორი. ხო. რბილიანა ძვალს ამტვრევს. ვერ გამოასწორი. მერე ცუდად ხრებიან უფრო რო ეტყვის სულელი ვარ, ხო, მართალი ხარო და ბევრ შეცდომას უშვებო. მერე ახლა რითი მოგიშალო კიდე ეგ აღარ ამოქმედებს, იმიტომ რომ იმან იცის რომ სულელი არ არის, გაიგე და მაგიტო გეუბნება, გეთანხმება და ეხლა მერე სხვა რაღაცას მაინც იპოვის, რომ გამოგიყვანოს კომანდიდან. საფუძველი და ნიადაგი ეცლებათ, როდესაც თანხმობაში გადადიხარ ბროშკერზე. ეგ იმ მომენტში გია. მაგრამ მერე ახალ გეგმას იგონებენ, ეგეთი ადამიანები, მიხვდი? ეგ აღარ იმოქმედა, ხო, შენზე მაგარ. ხო. მერე უკვე ზუსტად იმიტომ არის, რომ ზრდის, ხო, მე YouTube-ი. მერე სხვა გეგმას მოიგონე. მერე ზუსტად იგივენაირად რომ მივუძღე, იგივენაირად განაიარაღებს. თუმცა არის ადამიანია ზოგჯერ არ გამომდის. არის პრეცედენტი, მაგალითად, ძველ აღთქმაში წერია, რომ ბელებ წართმეულ დათვს ჯობია გადაეყარო, ვიდრე სულელსო და ბრიუსო. კი. აი დათვირობელები წაართვა როგორ ისე ხო, შობს არიან გია და გძნობ ხოლმე რომ ახლო რო იყოს გაგლეჭავს. გაგგლეჭავს. როგორ არის? როგორ არა მოკლავს, როგორ მოკლეს. მე გეტყვი ეგ ადამიანები, ვისგანაც ვთქვათ შენ ახლა ეს ემოცია მიიღე. პირადად რომ ნახო შეიძლება ძალიან ჩვეულებრივები არიან. უბრალოდ YouTube-ი კომენტარი ისეთი რაღაცა არის, რომ ძალიან თავად სიღრმის ამოტანა შეუძლია. ანთხევენ. ხო, თორე პირადად კი ვერ გაბედავენ მაგას. ხმებს ანთხევენ. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანის შიგნით უფრო ღრმად რამხელა ის არის. ჯოჯოხეთი რო იტყვია, ხო? იქიდან ამოდის. ჩემი არხი არის სამკურნალო არხი, ეგრე გამოდის და მოდით ახლა უნივერსიტეტში. პირადად რო ვერ გეტყვიან. კურნალობავისაც გჭირდება მოძალ. ჯოჯოხეთია ზოგს ადამიანს, ზოგ ადამიანს სულში და როცა არა ჩანს და ნიღაბი აქვს ამოფარებული ვთქვათ ეს ადვილად იცლება მე ადვილად ამოაქვს ყველაფერი და მავნე ნუ ფერები ახლა შეგეცვალეთ ადამიანებს თავიდანმანები რა საშიშები არიან სუყელანი დაგები ხართ საშიში სუყელანი ჩვენი მეგობრები ხართ
სულ კომენტარებსაც ვინც აწერენ, ისინი ჩვენები არიან. სულ გბლოკავთ ყველას, ბლოკავ მე. არა. სულ ყველას ბლოკავ მე. სულ ყველას მოკითხვა და ბედნიერი არ დგომა. სულ ყველას, იმიტომ რომ რა არის იცი, სიყვარული არის ყველაზე ძლიერი იარაღი. სიყვარულით ყველაფერს დაამარცხებს. ერთ მშვენიერ დღეს აქ ხსნით ბლოკებს ყველას, აბა რა ვიცი. ნახოთ. აი ხა პირადად რომ აქ იყვნენ ისინი. აქ ხსნით ყველას და შევხედოთ აბა. ნახოთ. იგივე. ისინი ციტყოდნენ რომ ჟანი ჩამოყვებით და 1000 ადამიანი მაინც არის დაბლოკილი და სულ ყველას მოხსნით. შეიძლება ეს შემოიტყან თუ ჩებზე ვაი ჟანა ეს არა გითხარით. გოდიში. როდის იქნება რომ საერთოდ ისა რა ქვია გავაუქმო ეს გამოქვეყნებაზე აღარ მქონდეს რა დაყენებული და მოდიოდეს ეს საერთოდ ყველა ადამიანშია ჟანა კარგით და ცუდით. ჩვენ ინტუჩი მაგათ დაგვანახეს დავამტკიცე. ჩვენ რას ვიჩქენ? ჩვენ კომენტარში შენ დაინახე მათი ცუდი, მაგრამ კარგიც რო დაინახო შეიძლება ეგ ცუდი საერთოდ დაგავიწყდეს. ისეთი კარგები იყვნენ ზოგიერთი. ვინც ეს გამოთქვა. ძალიან კარგი ადამიანები. უბრალოდ ყველას გვეშლება ახლა, ხო? რაღაც ემოციამ შეიძლება გმართოს და შენ ხო გინანია. სიტყვა ხო ვიტყვია. ნეტავი არ მეთქვა, ნეტავი არ გამეკეთებინა, ეს ნეტავი რა არის ეს ქართული სინანული. სინანული იმისა, რომელიც ვერ გააკონტროლე და იხსენებ, რომ წარსულში უკვე ვეღარ გადადიხარ და სინანული გაქვს, ნეტავი ეს არ მეთქვა, არ გამეკეთებ. ყველას აქვს აბსოლუტურად ეს. ყველას. კი. ყველას აქვს. აგერა ის ქალის ჩაქოლვა რო უნდათ იესოს წინ. იმრუშა უცოდვილია. ხო, დაიწეს ის, მაგრამ ისომ რა უთხრა რომ ვინც უცოდველია პირველი იმან აიღოს ქვა და ესროლოს. და შეინანეს მერე დაფიქრდნენ და მიხვდნენ. კონდოთ ეს мотиваცია რომ აი უნდა გაეკეთებინათ მართლები იყვნენ კანონით ხო წესი კონდათ რომ უნდა ჩაეკოლათ მაგრამ იესომ კანონზე მაღლა დააყენა მათი ისა გრძნობები რა მაგარი სიტყვა უთხრა რომელიც უცოდველი ხართ პირველმა იმან ესროლოს ხო და თავი რო აწია აღარც ერთი აღარ იყო არც უყურებდა დაბლა რაღაცას წერდა ჯოხით მიწაზე იესო შემოეცანა ხო? მე უთხრა რომ სად არიან ის შენი მტრებიო, ვისაც უნდა თუ შენი ჩაქოლო. უფალო, ყველან წავიდაო. შენც წავდიო, ოღონდასი აღარ მოიქცეო. და არ იცხოვრო. მე კარგად ამაღარა კარგი ახლა. ხო. ასე რომ ყველაში ის რაღაცნაირად გავხდი. ყველაში. იესოს სიტყვები რა ძლიერია ღმერთო. თქოს რაღაცა ჩამიარა ახლა. ხო დაინახე შენ რო ახლა გაბრაზდი და რაღაცნაირად გინდა რომ გააგებინო როგორი ცუდები არიან ჟანა. იესოს არ აქვს იმის ძალაუფლება რომ კარგა მაგრა ეცემა. სასწაულებს ახდენდა ხო? გაიქრო სულაც ან რაღაც უხილავად ეცემა, ზიანი მიეყენებინა. ნახე ისეთი სიტყვა უთხრა, რომ მიხვდნენ თამაც იმას შეცდომას. კი არ გააკრიტიკა. კი არ უთხრა ამას რასაკეთებთ, როგორ უნდა ესროლოთ, ეს როგორ ბედავთ, არ გეცოდებათ, ესე არა. პირდაპირ უთხრა, რომელიც უცოდველი ხართო, იმან აიღოს პირველი ქვა და ესროლოს. ყველა ჩაახედა თავის შიგნით, აი თავის ჯოჯოხეთში რო იტყვია. რანაირებიც იყვნენ. ამიტომ ის ადამიანები, განაც უყურენი ცუდები კი არ იყვნენ, мотиваცია ჰქონდა თვითონ კარგს აკეთებდნენ ჟანა. კანონში იყო რომ უნდა ჩაეკოლათ მართლა. ახო. და იესოს გამოჭერა უნდათ რომ თუ გეტყვის რომ არ ჩაკოლოთო, ესე იგი კანონს არ გვესწო და თუ ეტყვის რომ ჩაკოლეთო, ესე იგი გულმოწყალეობა და რანაირი ის არის. თვისე. და მაგრამ მოუჭრა ეს. სიტყვები რომ გაშეშდნენ, გადასახადებზეც ხო უთხრა, გახსოვს კი? მიეცით კეისარს კეისისა და ღვთისა ღმერთს. ხო, გადასახადის გადახდას თხოვეს.
და მე ამ ქვეყნიერების ის არა ვარ ნაწილი. თუ არ გადაიხდის კანონს აღებს. თუ გადაიხდის კიდე მაშინ ხარკს აძლევდა მეფის. ხო. ფაქტიურად ეგრე გამოდიოდა, ხო? მაგრამ უთხრა. არა. უნდა გადავიხადოთ თუ არა. გადასახადი. ეკითხებოდნენ, რადგან ებრაელები ხო იმაში იყვნენ ჯანა, ტყვეობაში, რომის იმპერიისგან. და ამის გამოჭერა უნდათ პოლიტიკურ საკითხში. ხო. თუ გვეტყვის რომ უნდა გადავხადოთ თუ აი ტერია ისრაელისა. თუ ეტყოდა რომ არ გადაიხადოთო, მე მიუტანდნენ ამბავს რომ ამბოხებას აწყობსო. ხო. და ხალხს მოუწოდებს კეისარს ფული არ გადაუხადო. გამოჭერა უნდათ. ამიტომ უთხრა, მაჩვენე დინარიო, ფულის ერთეული. ვინახატია ზედო, კეისარიო, ხო და კეისარს კეისრისა მიეცილო და ღმერთს ღვთისაო. ხო, იმაზე ეხატა თვითონ. თუმცა ბოლოს კეისრისა კეისარს პეტრეს უთხრა, წადიო, ერთი თევზი დაიჭირეო და მის პირში იქნება კეისარიო. და მართლა ორი ცალი პირში თევზი რო დაიჭირა, გაუწოდა და ორი მონეტა ამოიღო და თავისი გადასახადიც და პეტრეს გადასახადიც გადაიხადა. თუმცა არ ეკუთვნოდა მას გადასახადი. მაგრამ მაინც როგორც კანონი არ დაარღვია, ხო? შენ არხზე რა ხდება ახლა? შენი არხი უნდა ვაჩვენო და გამოიწერონ. 1000 აგუყანეთ. მოგოება. პაუზა მაქვს, რო არ ამცალია შედა. ხო, ვიცი, მაგრამ ეს გიას არხი, ბოლო ვიდეო ძალიან საინტერესო, სხვათა შორის 4 დღის წინ დაიდო ცოლქმრის გაყრის მიზეზები და შედეგები. ესეთი ვიდეოა და ძალიან საინტერესოა მართლა მე ვუსმენ ხოლმე ყველა ვიდეოს თავიდან ბოლომდე და გამოიწერეთ გოგოებო, აბა რამდენი მოგვიმატებით დღეს, ვისაც არ გაქვთ რა თქმა უნდა გამოწერილი და თან კიდე ვისაც გაინტერესებთ ესეთი ფსიქოლოგიური თემები, რომელიც არის თან ბიბლიურ კუთხით გახილული. ავიდეთ 1812 გამომწერი ყავს. მაინც კარგად მივდივართ. მე ის უფრო მაინტერესებს, შეგარიგეთ ახლა? ჩემ მეგობრებთან, რომელთანაც გეცი. აი გამიელვა კიდევაც ბლოკი ხო არ აქვს და მეთქი ყველას რა ვიცი აბა. სულ ყველას მოეფერე ჯანა, სულ ყველა მოიკითხე გეუბნები. სიყვარული. გითხავთ ჰეითერებო. და რწმენა. დოგის მარცვლის ხელა კონდესო, აი მთას რო უთრაო გადაადგილებ. ასე რომ შენ შეგიძლია მათ გულებში გადაადგილო და კარგი ამოუშვა შენ მიმართ. სიყვარული. დაუყვები დღეს და ბლოკს მოხსნი ყველას. აბა ერთი ნახოთ ხვალ რა ამბავი იქნება. საერთოდ ჟანა იესო ასეთი რაღაც თქვა კიდე რომ რატო უყურებო შენი ძმის თვალში ბეწვსო და საკუთარ თვალში მორს ვერ ახერხებ. ეგეც მომივიდა გუშინ აზრი, მაგრამ აღარ მივწერე, იმიტომ რომ აი მაინც ვიკავებ ხოლმე თავს რა. შეიძლება ეხლა შენ გითხრეს რომ ბეწვი ამოიცალიო, მაგრამ ხო ყველას აქვს რაღაც ნაკლი და პრობლემა. რა თქმა უნდა, კი. შეიძლება რაღაც კონკრეტული აღდგომის რიცხვი გვახსოვდეს, მაგრამ სხვა რაღაცეებში ძალიან ბევრი მინუსი გქონდეს და სხვა რაღაც პრობლემები გქონდეს ურთიერთობებში, ოჯახში, სამსახურში. განა არ ვიცოდი გეწინა და ხო ვილაპარაკეთ, რაღაც მომიჩოს ბა შეიძლება დამავიწყდა რა. ხო, იცი. ხო ხდები აი. წეგან იმიტომ ამბობდი, ერთი ჩემი სოფლელი კაცი იყო და იმაში საბჭოში ჩავიდა ბავშვის საბუთების გასაკეთებლად შვილიშვილისა და სახელი და გვარი ვერ მოიგონა და უკან წამოვიდა. ვერ მოიგონა თანა დიდი ხანი იფიქრა, გია, განა ცოტა ხანი კი არა და ვერ მოიგონა სახელი და სახელი ალბათ გვარი სახელი ვერ მოიგონა და უკან წამოვიდა. რაღაც მომიჩი ადამიანები ვართ ტვინი ისეთია, შეიძლება აი უცბად ტვინი გაითიშოს და ვეღარ ისეკნა რა. რაღაც ვეღარ გაგახსენდეს.
ვინც ამის მოგწერა გულისთვის არ შეიძლება. ვინც მოგწერა დაუბრუნდეთ. ესე იგი იმათ ახსოვთ ეს რიცხვი და კარგია რომ ახსოვთ კარგია ხო განაცვლიდი მერტი და მაგიტომ უნდა თუ ახსოვდეთ ეს რიცხვი მეც რო დამავიწყდა ეგეც არ არის კარგი განაკარგია ხო ჯობდა რომ არ დამოიწყებოდა მაგრამ ну რაღაც მომენტში დამავიწყდა და მე უბრალოდ ის მეწყინა რომ ამის გულისთვის ადამიანის ჩაქოლო არ შეიძლება ერთადერთი აი შენ მაყურებელს და ნებისმიერ მაყურებელს ნებისმიერ YouTube გვერდის მაყურებელს რა აი ესეთ რეკომენდაციას ავით მივცემდი რომ ხშირად რასაც ვამბობთ შეიძლება არ ვფიქრობთ ცუდად და ეგრე ვამბობთ მაგრამ დაფიქრება გმართებს რაზე ჟანა იცი რასაც ვამბობთ როგორ ვამბობთ აი ამასაა მნიშვნელობა თუ სწორად დავალაგეთ ჩვენი აზრები შეიძლება ადამიანმა ზუსტად ეგრე სწორად მიიღოს შეიძლება ანუ ვერც გადმოსცე ხო რისი თქმა გინდა ხო აი თუ გინდა მართლა ადამიანს შეახსენო თუ გინდა მართლა ადამიანს დაეხმარო ეს სხვა სულში ნათქვამი ეგეთებიც მოვიდა და ეგეთები წერია გამოვაქვეყნე იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ხვდები გია უტინო ხო არა ვარ ვინ როგორ მწერს და ვინც შემახსენა და ჟანა ესია ერთმანქანმა პირადშიც მოწერა რომ ესია ამ დროს უნდა და ყველაფერი რა პასკაზე კვერცხზე აბსოლუტურად ყველაფერზე და იმასაც კარგად ხვდები და იმას ყველაფერს ხვდები ხო და ეს უბრალოდ ძალიან კარგი იქნება რომ საერთოდ ქართველებში საქართველოში ხო ეს პრობლემა არის რომ ერთმანეთს რაღაცნაირად გაიზიანებულები ესაუბრებიან გაჭირვება არა მარტო გაჭირვებაც არის სხვა ქვეყნებში ჩვენზე უფრო მეტი გაჭირვებაა მაგრამ ზოგადად შეიძლება ეს არ ახასიათებს ესეთი თვისება ხო და არ მინდა შურიზება რა ერთმანეთს რაც უფრო მეტად მოვეფერებით და რაც უფრო მეტად პატივს ავცემთ ჩვენი ირგვლივაც გაჯანსაღდება უფრო ხო საზოგადოება ვიცი ხა მე ცოტა ფიცხი ვარ ახლა ჩემი მაყურებელი ალბათ ცნობს ძალიან კარგად თუმცა ძალიან ვმუშაობ ჩემ თავზე გია ესეთი ვიდეოები იშვიათია ჩემთვის ძალიან იშვიათი თუ ძალიან იმათ არ მომიჩვენა რა ქვია მაგას უსაფუძვლოდ კი არა ეხლა ეს სიტუაცია ძალიან ისე მომიჩვენა რომ აი ნამდვილად რო არ იმსახურებ რა ესეთი საქმეა ჩაქოლვას ამისგან მიხვდი თორე რაღაც მომენტში შეიძლება შენი თავი მართლა დაინახო რომ აი ესე არ უნდა გამეკეთებინა ვეჯერ ყოფილა ეგრე რაღაც მომენტში სიმართლეს ამწერენ ესენი მაგრამ ეხლა ვერ დავინახე ეგ და იმიტომ მეწყინა აი ამის გამო რომ მოხდა ну ეხლა შენთვის ეს რანაირად იყო იცი იმ დღესაც რომ ალბათ იმიტომ რომ ეს სხვანაირი განათლება მაქვს და რომ ვიცი ეს ყველაფერი რომ რა არის უფრო პირველ ადგილზე დასაყენებელი გია ის კი არა რომ წესები და კანონები გული და იმიტომ წის ხო მე მგონია რომ მათემატიკა რა იცი ზოგის ენა מחვილივით ჩხლეთსო და ნუ ეგ ეჩხლითა რა და მაგით მქონდა ეგეთი მძაფრი რეაქცია მაგრამ ეხლა ამ ვიდეოს შემდეგ რომ ნახავენ იმედი მაქვს რომ მეორე პრინციპს ამოქმედებენ რომ ზოგი სენაო მალამოა ასე რომ თუ რაღაცით პატარა ჩულეტები მიიღე შეუძლებია ენა შეგიძლია მალამოდ გადააქციო შეგიძლია מחვილად გადააქციო ეხლა იმედი მაქვს რომ თქვენი სიყვარული და ურთიერთობა ისევ გაგრძელდება და უფრო მეტი მალამო იქნება სიტყვებში ვნახოთ ბლოკი უნდა ახსნა ყველას ეგ მოვიფიქრე ხო ახსნა მეტონა ყავდეს დაბლოკილები ხო მართალი ხარ ორივე სახე გვაქვს რო იტყვიან მულტფილმებში რო ხომ ხო იცი ერთ მხარზე რო ანგელოზიზის მეორეზე ისა ეშმაკი ორივე ბუნება ყველასა გვაქვს კარგი და ცუდი კი უბრალოდ ზოგს უკვე ჩვევაში შეიძლება გადასდის რომ უფრო ცუდი ადამიანებიც არსებობენ ну რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ადამიანები არის კი ეგ არის იმიტომ იყო მე ეს კანონები და ისჯებოდნენ
და დღესაც იჯებიან ცუდი ადამიანები, ვინც აშავება ხომ ასეა. ხო, ერთი სიტყვით საათიანი ვიდეოა ეს ვიდეო. მაგრამ გვიყვარს ესეთი ვიდეოები მის მეტეს გიასთან ერთად, როცა არის ხომ ეს ყოველთვის. არ მეგონა თუ ესე იყავი ის გულნათქენი. ძალიან ვიყავი ხო. ხო, გითხარი გუშინაც, გითხარი მგონი. საღამოთიც კი ვლაპარაკობდი. ისე ჯამჩაგულში. ეხლაც რო შეგამჩნია ისე ვლაპარაკობდი ის ვიდეოში. ხო. არა, მე რა. მაგაზე იძახი, რომ გაგრძელდა ვიდეო. ხო, და შემიძლია ხო გაგრძელდა. ჩემი ემოციაც გაგრძელდა ხო, იმიტომ რომ გული მეტკინა და მაგიტო რაღაც. ხო, ეხლა გეტყვი ჟანა, ხო აღდგომა მოდის. და იმ დღეს ჩემ თემაში ესეთი რაღაც მაგალითი მოვიყვანე. და ეხლა კიდე ვიტყვი მაგ მაგალითს. იესომ თქვა, თუ მსხვერპლს მიიყვანს სამსხვერპლოსთან და მაშინ გაგახსენდება, რომ შენ ძმასთან რაღაცა გაქვს სადაო, ან შენ ძმას აქვს შენთან რაღაც სადაო, მიატოვე ეს მსხვერპლი სამსხვერპლოსთან, წადიო ჯერ შენ ძმას შეურიგდიო, მერე მოდიო და შემოწირე ეს შესაწირავი. ისე არ მინდა. ისე აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაში ღმერთი რას ხედავს, მსხვერპლს მაშინ აქვს, როცა შენ ადამიანობას ინარჩუნებ. თორემ რას აძლევ ღმერთს, რაც მისი არ არის, ხო? ამიტომ მე ყველას ავპატიობ ახლა. და ვისაც მათაც ვეუბნები, რომ დღეს ისეთი დღე მოდის კვირას. ხო, ხო, თუ ჩვენი გული სუფთა არ იქნება, ხო? რა აზრი აქვს ესეთ ჩვენ იმას მონაწილეობას ესეთ მნიშვნელოვანობაში, რა ქვია, ისტორიულ გახსენებაში, ხო? იესომ თავისი უცოდველი სიცოცხლე გასწირა, რომ ჩვენ ცოდვილებმა ვიცხოვროთ. და ჩვენ რა გამოდის ახლა იმან სიცოცხლე გასწირა და ჩვენ სხვებს არა პატარა სიტყვასაც არ ვაპატიობ და იმან ყველაფერი გვაპატია. სასიკვდილო ცოდვებიც კი გვაპატია. ეს კი არა. თელ სამყაროს აპატია. ხო. სოფლიოს ადამიანებს აპატია, ყველას აპატია. კი ის მაგალითი გახსოვს ჟანა. ერთს რო 10,000 დინარი ქონდა ვალი. როგორ დაიბარეს რომ მოდიო გადამიხადე ეს ფულიო და გემუდარებიო მაპატიო არა მაქვს ჯერაო ვიმუშავებო ყველანაირად ვეცდები გადაგიხადო და ამ დიდარ კაცს შეეცოდა და უთხრა წადიო გაპატიო ვალი წადი არ მინდა შენი არაფერი წამოვიდა გახარებული და თავისივე თანამონა დაინახა რომელსაც სულ 10 დინარი ქონდა ვალი და დროზე მომეციო ჩემი 10 დინარი დაუწყო ჩხუბი აპალმაპალი და შენიშნეს იმ დიდარი კაცის მსახურებმა და უთხრეს შენ რო ის 10,000 აპატიო გარეთავ ეჩხუბებაო 10 დინარზეო მოიყვანე თუ აქო მიიყვანეს და უთხრა რომ მე ამდენი გაპატიო და შენ რო ცოტა გეპატიებინა ვარ შეგეძლო და ბოლოს იესოყება ამ ისტორიას ღმერთიც ასე მოგექცევა თუ ყველას ანუ ღმერთმა ძალიან ბევრი გვაპატია და ჩვენ კიდე ერთმანეთს პატარა წვრილმანი ხო მაშინ ღმერთიც უკვე ქრისტემ რო გამოგვისყიდა ჟანა ეს გამოსასყიდი საფასური ჯერ ბოლომდე ძალაში კი არ არის ჩვენ თუ დავიმსახურებთ ეს დევს როგორც საფასური თუ არ დავიმსახურებთ ეს საფასური ჩვენზე არ იმოქმედებს ეს არის რო იტყვიან არსებული საფასური გადახტია. ჩვენნა გამოვიყენოთ. ხო. და ჩვენ თუ ეხლა ერთმანეთს არ ვაპატიეთ, პატარა შეცდომები, ის დიდი პატიების, ის წყალობის ის რა ქვია, მდგომარეობა ჩვენზე აღარ იმოქმედებს. ამიტომ ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. ყოველდღიურად ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეხლა თუ არ ასწორდება ადამიანი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ პატიებაც შესაძლებელია ყველას. ავი ერთი თვით შევიდით და სიყვარული გამოვავლინეთ ერთმანეთს. ეს რა ხაკ. SMS-ი გავგზავნე. ჩემი მეგობართან. წავედი. დროებით და გილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს.
მართლა აზრი რო გქონდეს, ყველაფერს ვაპატიოთ ჯერ ერთმანეთს და ამითი გავუხარებთ იესოს გულს ყველაზე მეტად. არა უშავთ თუ რამე წესები შეგვეშლება, მთავარი ერთმანეთი გუყვარდეს. გაკოცეთ.